ვარ ამ დაძაბში, ასე ვიტყოდი. გალის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. მაგრამ თავი ეს კი არ არის ბატონო კანონები ბატონი ზურაბ ანჩაბაძე მიეკუთვნებოდა იმ დიდებულ პლეადას ქართველი მეცნიერებისა, რომლებიც იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ. ეს იყო შესანიშნავი მეცნიერი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, არაჩვეულებრივი ადამიანი. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ზურაბი იყო ის დიდი კაცი, რომლისთვისაც არ არსებობდა იმის წარმოდგენა, რაც დღეს მაგალითად აფხაზეთში ხდება. რა თქმა უნდა, ეს აფხაზი იყო, რა თქმა უნდა, უყვარდა აფხაზეთი. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს ხალხი ერთად კარგად ყოფილიყვნენ. უდაოდ ის არის იმ საუკეთესო ქართველ მოღვაწეთა შორის. ეს არის დიდი აფხაზი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც უზარმაზარი ამაგი დაასწრო საქართველოს ისტორიის ზოგადად და კონკრეტულად აფხაზეთის ისტორიის რიგი საკითხების წინწამოწევას, გარკვევას, სხვა შესწავლას. ზურაბ ანჩაბაძის სახელთან არის დაკავშირებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობის სიკეთეები, გაუჯობესება მასთან. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ერთნი ვართ ხალხი და მოვდივართ ერთად, გზა და გზა, დრო და დრო მქონია გარკვეული კონფლიქტები პოლიტიკური ხასიათისა. ეს იყო მე-20 საუკუნეშიც და აქ საკმაოდ ძლიერი აფხაზური ინტელიგენცია, სწორად განწყობილი და სწორი პოზიციის მქონე, ჩარეული იყო და დადებითად წყვეტდა რიგ საკითხებს. როდესაც უკვე დადგა საკითხი 70-იან წლებში, აფხაზეთში უნივერსიტეტი დაფუძნებული იყო, იგი გახდა პირველი რექტორი უნივერსიტეტისა. ის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიისა და აფხაზეთის ისტორიის კათედრების შექმნა. ბატონ ზურაბ ანჩაბაძის დაბადების დღეს და მით უმეტეს იუბილეს ჩვენ აქ თბილისში ყოველ წელიწადს აღვნიშნავთ. ეს არის ერთგვარი ვთქვათ ასე მიზნამი მადლიერების გამოხატვის ნიშანი, რამე თუ მან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში დატოვა წარუსვლელი კვალი. მისი ხედვა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში იმდენად იყო ზოგიერთისათვის არასასიამოვნო, რომ ისტორიკოსებშიც და პოლიტიკოსებში თვით აფხაზურ ნაწილშიც მას ყავდა ოპონენტები ძალიან რბილად, რო ვთქვა, მაგრამ მისი მისი დამოკიდებულებაში, როგორც მეცნიერისადმი, საზოგადო მოღვაწისადმი, მოქალაქისადმი, პრაქტიკულად ამ უკმაყოფილებას ჭრილი არ მიუყენებია. ისე წავიდა ამ ქვეყნად, რომ მან დატოვა უზარმაზარი კვალი და იმიტომ არის, რომ ჩვენ აქ თბილისში ბოლო წლები რაც მე მახსოვს, სულ ზეიმობთ მის დაბადების დღეს და ამის ინიციატორი არის მეცნიერთა აკადემია, რომელსაც ბატონი გიორგი კვესიტაძე ხელმძღვანელობს, უშუალოდ ბატონი რაოდენ მატრეველი, უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ამაში ბატონ ოთარ ჟორდანიას, რომელიც ისტორიკოს და საზოგადოების თავმჯდომარე გახლავთ საქართველოში და აქედან გამომდინარე ეს არის ჩვენი თაყვანისცემა, პატივისცემა იმ შრომისადმი განწყობისათვის, რაც ბატონმა ზურაბმა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს. ზურაბ ანჩაბაძე სრულიად განსაკუთრებულია ამ ორი ხალხის ურთიერთობაში. ის თანაბრად ეკუთვნის აფხაზებს და ქართველებს. ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ცდილობდა მაქსიმალურად ეს დაძაბულობა მოეხსნა. ზურაბ ანჩაბაძე ცოცხალი რო ყოფილიყო, გიორგი ძიძარია რო ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენის დიდ ტრაგედია აქ ცდებოდა აუცილებლად და ჩვენ უფრო რბილად გამოვიდოდით იმ დაძაბულობიდან და დღეს საქართველო არ იქნებოდა დაშლილი. ზურაბ ანჩაბაძე იყო ის პიროვნება მეცნიერებაში, გამოჩენილი მეცნიერი, ძალიან დიდი მეცნიერი, მასშტაბური აზროვნების მეცნიერი, რომელსაც ალბათ ერთადერთს სხვა ასეთი პიროვნება არ მეგულება შეეძლო გამოსულიყო ობიექტურ არბიტრად აი ამ ისტორიოგრაფიულ ბატალიებში. ის თანაბრად ტუქსავდა აფხაზ მეცნიერებს და ქართველ მეცნიერებებს. იდგა შუაში, ის იყო ბურჯი
ისტორიოგრაფიის, ჩვენი ისტორიოგრაფიის ზოგადად და საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი. კუმირი იყო მამა ჩემთვის, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე მე ვიცოდი მისი ბიოგრაფია. მას ახალგაზრდობაშიც საინტერესო ბიოგრაფია, საკმაოდ ისეთი არა მარტივი ბიოგრაფია ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ. ჩემთვის ის იყო პირველად როგორც იმის მასწავლებელი, რომ კაცი როგორი უნდა იყოს, მამაკაცი როგორ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როგორ უნდა იქცეოდეს სხვადასხვა მდგომარეობაში. უკვე რა თქმა უნდა, როდესაც მე ეს უკვე პროფესიულად დავიწყე ისტორიაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, მამაჩემმა ბევრი რჩევა მომწე, ისეთი რომელიც მე დღემდე ესე იგი მარგია და მაქვს. როგორ გითხრათ, 35 წლის ვიყავი მამა რო წავიდა, ეს ალბათ საშუალო ასაკია, როდესაც ასეთი რაღაცა ხდება და მე ამიტომ კარგად დამამახსოვრდა ჩემი მამა და ის ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება რაღაც გზამკვლევი ცხოვრებაში.